აი ესეთი წრის სახით რო წარმოვიდგინოთ, არის შეკრული წრე, შუაში არის წერტილი, აი ეს ადამიანი, ვინც ჩაიკეტა და აბსოლუტურად არ იღებს არაფერ ახალს, უბრალოდ თulis რო თვითონ იცის და მერე თავისას ამბობს. თითქმის ყველა მოზარდი ამბობს ერთი და იგივე რაღაცას, რომ მე მშობლები არ მისმენენ. ან მე ვამბობ რაღაცას, მაგრამ მშობლებს არ ესმით. პიროვნება საერთოდ არ აინტერესებს ადამიანს, აინტერესებს მხოლოდ ინფორმაცია. როცა ყველას თავისი აქვს სათქმელი, რთულია, როცა შენ თვითონ გინდა რომ თქვა, იყო მთხრობელი, უსმინო სხვას. ეს ხო ესეც არის, თუ შენ არ გამოინთავისუფლებ ადგილს, შენ არ დაიცლები, რთულია, რომ ისე გყავდეს დამუშავებული საკუთარი თავი, რომ მაინც შეგეძლოს სხვისი მოსმენა. სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია და იმ თემას ვაძლევთ ენერგიას და როცა შენ ეს გინდა, აქეთკენ წარმართავ შენს ფოკუსს, როგორც ბნელ ოთახში ფანრით ვანათებ და ის განათდება რაღაცა პატარა მონაკვეთი, ხო, აი ჩვენ ეხლა შეგვიძლია რომ წარმართოთ აქეთკენ ჩვენი ყურადღება და ამ თემას მივცეთ ენერგია, რომ თუნდაც სულ პატარა ის გავაკეთოთ, რომ მანამდე არ დავილაპარაკოთ, სანამ სხვა არ დაამთავრებს წინადადებას. ეს უკვე ძალიან კარგი სავარჯიშოა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „100 ფსიქოლოგიური ტერმინი, რომელსაც წარმოგიდგენთ ფასკუნჯი ფსიქოლოგიური სივრცე. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ და დღეს ჩემთან არის სტუმრად ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. გამარჯობა ნინო, მადლობა მოსვლისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს ვისაუბრებთ ოტო შარმერის მოსმენის 4 დონის შესახებ, რომელიც აქტიურად გამოიყენება უფრო მეტად ლიდერობასა და კომუნიკაციაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურობაშიც საკმაოდ გავრცელებული მიდგომებია და ნინოსთან ერთად განვიხილავთ დეტალურად ამ საკითხებს. კი ბატონო. ჯერ სანამ თვითონ ოტო შარმერის ამ მოსმენის 4 დონეზე გადავალთ, ორი სიტყვით თვითონ მოსმენაზე ვთქვათ, ხო? ადამიანი ფაქტიურად მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უსმენს ან საკუთარ თავს, ან სხვა ადამიანისგან რაღაც ინფორმაციას, ხო? ან რაღაც ინფორმაციას სამყაროში, ხო? ფაქტიურად ჩვენ სულ ამითი ვართ დაკავებული და ძალიან კარგი იქნება თუ ეცოდინება ადამიანს, რას ნიშნავს ხარისხიანი მოსმენა. და ეს ნაკლებია ფსიქოლოგიაში და ბრწყინვალედ იკვლია კიდე და დადო ეს 4 დონე ოტო შარმერმა, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციაში თუ გინდათ, რომ აი ყველაფრის ხარისხი გაუმჯობესდეს, პირველ რიგში ისწავლეთ მოსმენა. ლიდერებმა ისწავლეთ და არა მარტო ლიდერებმა, ერთმანეთის მოსმენა და განსაკუთრებით ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ ეხება მარტო ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, ის უბრალოდ კონსულტანტი ამ ბიზნესის სფეროში, მაგრამ ეს ნებისმიერ სიტუაციას მოერგება. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ ამ 4 დონეზე და თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც არ უნდა იყო, ვისთანაც არ უნდა იყო, თუ იცის ადამიანმა ეს აბსოლუტურად და გააზრებული აქვს და გაცნობიერებული და მე ამას უკვე პრაქტიკაში მოსინჯავს და მიხვდება როგორი ეფექტურია. აი აბსოლუტურად შეიცვლება მისი ცხოვრების ხარისხი და თვითონაც ძალიან კმაყოფილი იქნება და მის გარშემოც ადამიანები. პირველ რიგში აი შვილებზე რო ვთქვათ, ხო, რაც ძალიან ხედავ მე ამას, ეხლა მე ბავშვებთანაც მუშაობ, გარდატეხის ასაკის ძალიან ბევრია მოყავთ ჩემთან ეს მოზარდები. ყველა ასაკთან მუშაობ და იქ აი ძალიან იკვეთება ეს, რომ თითქმის ყველა მოზარდი ამბობს ერთი და იგივე რაღაცას, რომ მე მშობლები არ მისმენენ. ან მე ვამბობ რაღაცას, მაგრამ მშობლებს არ ესმით. აი ესეთი განათქვამიც არის, რომ გავიგე თუ უბრალოდ მოვისმინე ინფორმაცია, ხო? არის რომ გაიგე ინფორმაცია, უბრალოდ შემოვიდა ინფორმაცია და არის რომ აი უსმენ ადამიანს მის ემოციებს, ხო? რას გძნობს ის იმ მომენტში და უგებ იმ ადამიანს. ან უბრალოდ ინფორმაცია შემოვიდა შენთან, ხო? და ხშირად არის რომ აი მოდის მოზარდი თქვა სკოლიდან, ან ეზოდან ამოვიდა სიტყვაზე, ხო? და რაღაცით არის ძალიან გახარებული. თქვა იქ ეზოში ითამაშა, თქვა კალათბურთი ან ფეხბურთი და რაღაცა წარმატება ჰქონდა იმ თამაშში და ყვება ამას ძალიან აღტაცებულად, რომ ესე რაღაც ბურთი გოლი გაიტანა თუ რაღაც 1000 ვარიანტი შეიძლება და შეიძლება წამოწდეს რაღაცა ისეთი უცენზურო სიტყვა, ხო? და მშობელმა იმის ნაცვლად, რომ მოусმინოს და მისი სიხარული გაიზიაროს,
უცბად აქცენტს აკეთებს აი უბრალოდ ინფორმაციაზე, რომ ასე სიტყვა წამოწდა და ეუბნება, რომ აი ეს არ თქვა, შენ შეარწყვენ ოჯახს, თუ ესეთ სიტყვებს იტყვი და აბსოლუტურად დაიკარგა იმისი სიხარული, ვერ გაიზიარა იმისი სიხარული და მოტრიალდა ეს ბავშვი და შეიკეტა თავის ოთახში. იმას მერე რა თქმა უნდა აღარ ექნება სურვილი, რომ თავისი ემოციები, გრძნობები, მშობლებს გაუზიაროს, იმიტომ რომ ვერ მიიღო გაგება, ვერ მიიღო ის მართლა მოსმენა, რასაც ქვია, ხო? რომ აი მის ტყავში შესულიყო მშობელი და გაეზიარებია ის სიხარული, რაც იმ წუთას ის ემოციით, იმ ემოციით იყო აი მართლა შეპყრობილი და უნდოდა, როცა ხარ ძალიან რაღაც ემოციაში, ბუნებრივად გინდა რომ გააზიარო ეს, ხო? და მით უმეტეს პირველ რიგში ოჯახის წევრებთან, მეგობართან. ამიტომ ეს ეხება ყველა სიტუაციას აბსოლუტურად და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ სამყარო იწყება ჩვენით, ხო? თუ მე შემიძლია ჩემ თავს კარგად მოусმინო, საკუთარ თავთან ვიყო მართალი, არ მოვატყუო საკუთარი თავი, ხო? ჩემ ღირსების გრძნობას დავეკონტაქტო, ჩემ სინდისის ხმას მოусმინო, ხო? ანუ მე თუ ჩემი თავის კარგად, ხარისხიანად მოსმენა შემიძლია და არ ვატყუებ საკუთარ თავს, უკვე რა თქმა უნდა შემიძლია სხვისი მოსმენაც, იმიტომ რომ სამყარო იწყება ჩემგან, ხო? და პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ ყველაფერს საკუთარი თავის მოსმენით. აქედან უნდა დავიწყოთ, გაუგოთ ჩვენ თავს, ვაპატიოთ ჩვენ თავს და ასე შემდეგ. ვამხილოთ ჩვენი თავი, როცა რაღაცას ბოლომდე მართლები არა ვართ და ასე შემდეგ. მერე უკვე ჩვენ შეგვეძლება სხვა ადამიანთანაც აი ესეთი ხარისხიანი მოსმენა. ნუ აქ ცალკე ხა ამის დრო არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ აქ ფსიქოთერაპიამ, ფსიქოლოგიამ ბევრი სხვადასხვა ხერხი დააგროვა და ფილოსოფიაშიც არის ბევრი დაკვირვება ამის შესახებ, თუნდაც მერაბ მამარდაშვილიდან დაწყებული, რომ როგორ უნდა უსმინოს ადამიანმა საკუთარ თავს, როგორ უნდა იფიქროს, აი ეს ფიქრი წაიყვანოს სწორი მიმართულებით, საკუთარი თავის შეცნობის, თვითშემეცნების მიმართულებით და როგორ უნდა ისწავლოს მოსმენა, მართლა რასაც ქვია მოსმენა საკუთარი თავის, რომ არ იყოს ტყუილში და არ მოიტყუოს ყოველ ჯერზე საკუთარი თავი და ესეც უნდა ითქვას, რომ უფრო იოლია საკუთარი თავის მოტყუება, ვიდრე სხვა ადამიანის და ჩვენ მუდმივად რაღაც ილუზიებში ვართ და რაღაცა კომპრომისზე მივდივართ სინდისთან თუ კი ბატონო, გეთანხმები იმაში, რომ მოსმენას დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, როგორც შინაგანი ხმის მოსმენას, ასე გარშემოყოფების მოსმენას. ნუ კონტაქტის ერთ-ერთი ფორმაც არის და ძალიან დიდი როლი აქვს ასევე კონტაქტს ფსიქოლოგიაშიც და ადამიანთა ცხოვრებაშიც, სოციალიზაციაშიც და რომ მივუბრუნდეთ ოტო შარმერის და თეორ დონეებს და ოთხივე რომ განვიხილოთ და ალბათ უფრო კარგი იქნება თუ რაღაც მაგალითებსაც მოვიყვანთ უფრო თვალსაჩინოებისთვის. ეხლა განვიხილოთ პირველი დონე, ამას ეძახიან ჩაკეტილ მოსმენას. ასე დაარქვეს, ესე იგი, რას ნიშნავს ახლა ეს? როდესაც ადამიანი დიალოგშია სხვა ადამიანთან, მაგრამ ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა არის ისეთი, რომ ის არის ჩაკეტილი, ფიქრობს, რომ მან უკვე ყველაფერი იცის, ახალს ვერაფერს ვერ გაიგებს სხვა ადამიანისგან, თითქოს ჩაკეტილ ოთახში ზის, არაფრის შემოშვება არ უნდა, აი ესე ადარებენ, რომ თითქოს ეკრანი აქვს და მარტო თავის სლაიდებს უშვებს, თითო რაც იცის და არც უნდა რომ სხვა რაღაც ახალი მიიღოს და ერთი სულიად იქ როდის იქნება რაღაც პაუზა, რომ რაღაცა თავისი რაც იცის ის ჩართოს, არც აინტერესებს ფაქტიურად სხვა რას ეუბნება, უბრალოდ ელოდება ის როდის დაამთავრებს, რომ იმან რაც იცის ის თავისი გამოთქვას. რა თქმა უნდა, ამ დროს როცა ესე ჩაკეტილად გისმენს ხო ადამიანი, მეორე ადამიანს შეგრძნება აქვს, რომ მას საერთოდ ვერ გაუგეს, ვერც მოისმინეს, სულ უნდა რომ ის ინფორმაცია კიდე და კიდე გაიმეოროს, თითქოს აი მიაწვდინოს ხმა, აი თითქოს დაუკაკუნოს, რომ როგორღაც გაუღონ კარი, ის ჩაკეტილი კარი, ხო? სადაც ზის იმ ოთახში ის მეორე ადამიანი. ნუ ეს რა თქმა უნდა არის ყველაზე დაბალი ხარისხის მოსმენა, ეს ფაქტურად არც არის მოსმენა, იმიტომაც ქვია ჩაკეტილი, ხო? ეს არც არის მოსმენა და აი ესეთი წრის სახით რო წარმოვიდგინოთ, არის შეკრული წრე, შუაში არის წერტილი, აი ეს ადამიანი, ვინც ჩაიკეტა და აბსოლუტურად არ იღებს არაფერ ახალს, უბრალოდ თulis რომ თვითონ იცის და მერე თავისას ამბობს.
ანუ ფაქტიურად ესე გამოდის, რომ ადამიანი ისეთ უსმენს, რომ მხოლოდ მისთვის საჭირო რაზეც უნდა საუბარი, იმ გაგებით იგებს და მერე პასუხსაც იქით, ანუ ფაქტიურად შესაძლოა კონტექსტსაც უცვლიდეს. ხო? და ამას ხშირად არის პოლიტიკურ დებატებში ეს, რომ მარტო თავისას ამბობენ და იქნებ მართლა რაღაც საინტერესოს ამბობს. და როგორც წეღან შენ თქვი, ეს ამას როგორც ჩანს იგებს გრძნობს შეგრძნების დონეზე, რამდენად უსმენენ თვითონ მთხრობელიც. ესე იგი მეორე ადამიანი ხო ვინც ყვება რაღაცას მთხრობელი. ის რაღაცას გრძნობს მაინც. უსმენენ, ვერც უგებენ. და შეგრძნება ამ დროს გიჩნდება რომ ან წახვიდე, ან თუ რჩები გაიმეორო ერთი და იგივე როგორღაც გააღებიო. და ცოტა წყლის ნაყვასავით გამოდის ხოლმე და მაინც მსმენელი არ არის. არასასიამოვნო ემოცია ეუფლება იმ მთხრობელს, რა თქმა უნდა, ხო? მეორე დონე აი ამაზე ჩაგეკითხები კიდე აი ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მე ვფიქრობ რომ ალბათ ოპტიმალური გამოსავალი იქნება თუ უბრალოდ შეწყვეტს იმ ადამიანთან რამის მოყოლას ვინც არ უსმენს იცი რა ბუნებრივად გიჩნდება სურვილი რომ შეწყვიტო იმიტომ რომ გრძნობ რომ აბსოლუტურად არ მიდის ის ინფორმაცია ისიც თქმაც გინდაში რასაც იმიტომ რომ მაინც ძალით ვერ მოასმენინებ და ვერ გააგებინებ თუ მზაობა არ აქვს მეორე ადამიანსაც გრძნობ რომ იმას მარტო თავისი სათქმელი უნდა რომ თქვას და დარწმუნებულია ის მეორე რომ ყველაფერი იცის რომ ახალს ვერაფერს ვერ გაიგებს და შენ ძალიან უსუსურ და რაღაც შეურაცხყოფილ და თითქოს რაღაც ითრგუნებ თითქოს კი არა ითრგუნები ძალიან და რა ვიცი აზრი არ აქვს ხვდები რომ აზრი არ აქვს და ალბათ მეორეჯერ აღარ მოგინდება კომუნიკაცია იმ ადამიანთან კი ბატონო ბევრჯერ თუ აღმოჩნდა ადამიანი ასეთ არასასურველი მთხრობელის პოზიციაში ხო შეიძლება რომ თვით შეფასებაზეც გაუჩინოს პრობლემა და ისე აღიქვას თავისთავად თითქოს მას არ უსმენენ და ის არ არის შესაბამის თქმა უნდა განსაკუთრებით ეს ბავშვებს ემართებათ ან ქალებს ემართებათ თავის პარტნიორთან შეიძლება თვით შეფასებაზე სერიოზულად იმოქმედოს ამან თუ ის არ არის ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და ხა მოზარდი ჯერ სად არის ხო ეხა სწავლობს ყველაფერს და ბავშვთან აი პირდაპირ დაუვარდება რა თქმა უნდა თვით შეფასება და ქალიც სხვა შორის ქალისთვის თვით შეფასება ძალიან არის მიმული კაცი როგორ აფასებს მან და აი თქვა მას და თუ მოხდა და მიატოვა კაცმა, აი რაღაც ბუნებრივად ხდება ქალში, რომ უვარდება თვით შეფასება. თუ ის არ არის ფსიქოლოგიურად დამუშავებული, ეს თემები არ აქვს დამუშავებული, თვითკმარი არ არის და ეს რაღაც დიდი გზა არ აქვს გავლილი საკუთარ თავზე მუშაობის და რა თქმა უნდა, კი, ეგ შეიძლება მოხდეს. ძალიან სწორი შენიშვნა. ასე რომ მშობლებს და მასწავლებლებს და ყველა ადამიანს, ვინც მოზარდებთან და ცოტა სხვა თუნდაც მოწყვლად ჯგუფთან მუშაობს, დიდი ყურადღება მართებს მათთან ურთიერთობაში და იმიტომ რომ შეიძლება ბავშვი ისეთ ასაკში იყოს, რომ ესე სიტყვების დონეზე ვერ აღიქვავდეს, მაგრამ შეგრძნებით მაინც აღიქვავს, რამდენად უსმენენ, რამდენად გულწრფელები არიან მასთან და რამდენად სასურველია იმ რამდენად გულწრფელი ადამიანი მასთან ყოველთვის აი ზუსტად აღიქვავს, არ ეშლება ეს ბავშვს, მას ძალიან გამახვილებული აქვს ეს ყველაფერი. აი მეორე ხა რო გადავიდეთ, ხო, ეს მეორე დონე მოსმენის, ეს არის ცოტა უკეთესი პირველზე, იმიტომ რომ აი თუ პირველი ესე წრის სახით რო წარმოვიდგინეთ, აბსოლუტურად შეკრული წრე იყო და შიგ იყო ის წერტილი, ხო, ეს ადამიანი, მეორე ეს წრე ცოტათი გაიხსნა. თითქოს უკვე იმ ჩაკეტილ ოთახს ფანჯარა გაუჩნდა. ეს უკვე იმედის მომცემია. იმ ფანჯრიდან უნდა რომ რაღაც ინფორმაცია მიიღოს. აი, ოღონდ აქ პიროვნება საერთოდ არ აინტერესებს ადამიანს, აინტერესებს მხოლოდ ინფორმაცია, არც ემოციები არ აინტერესებს. აი, მაგალითად, ესე უსმენენ გამომძიებლები, ან მეცნიერი, როცა რაღაც ინფორმაცია უნდა რომ მიიღოს იმ თავისი იმისთვის ხო, რასაც მუშაობს და მხოლოდ ინფორმაცია აინტერესებს. თქვა თუ რაღაც თემაზე დაელაპარაკა ადამიანს, შეიძლება ესე მოусმინოს იმ მეცნიერმა, რომ მხოლოდ ინფორმაცია და მეტი არაფერი რა. და ეს ფანჯარა გახსნა, საიდანაც შემოვა მხოლოდ ინფორმაცია. ოღონდ იქ პიროვნების მიმართ აბსოლუტურად არ არის ინტერესი, არც იმ პიროვნების ემოციების მიმართ. ნუ გარკვეულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ესეთი მოსმენა აუცილებელია, თუნდაც გარკვეულ სიტუაციებში, ოღონდ ესეც არ არის ხარისხიანი მოსმენა, როდესაც აქვს ორ ადამიანს კომუნიკაცია, ხო? მაგრამ პირველს ნამდვილად ჯობია, იმიტომ რომ უკვე ის გაფაციცებით ისმენს ინფორმაციას და მზაობა აქვს, რომ სიახლე მიიღოს, ის უშვებს, რომ რაღაც არ იცის და ვიღაცისგან რაღაც ახალი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს. ეს დაშვება არის. ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ სხვისგან შეგიძლია რაღაცა. ალბათ ეს უფრო განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს
ახასიათებთ ალბათ უფრო მეტად ესეთი მოსმენა. ალბათ საკამათოდ ისე არ უსმენენ წინასგან განსხვავებით, რომ იკამათონ, მაგრამ რაღაც სარგებელს იღებენ. თუმცა ემპათიურები არ არიან მსმენელის მიმართ, ხო? ხო, არა. ემპათიურები არ არიან და არც მისი ემოცია აინტერესებს, შინაგანი მდგომარეობა, ის რაც გრძნობს ამ დროს და არც მისი პიროვნება. ხო, ყველა ეს თქვათ ასე პირდაპირ ინტელექტს ამას ვერ მივაბამთ. ყველანაირ სიტუაციაში შეიძლება დაბალი ინტელექტის ადამიანიც, მაღალიც რაღაც სიტუაციაში შეიძლება ეს მოხდეს. შემდეგი დონე, ეს არის უკვე ემპათიური მოსმენა. ეს არის ზუსტად რო პიროვნება გაინტერესებს, შენ შეგიძლია მის ტყავში შეხვიდე, განიცადო ის რას გრძნობს ამ დროს, მისი ემოციები, ხო, ემპათია რაც არის. აქ უკვე შეიძლება ეს საუბარი გაგრძელდეს საათობით, გადახვიდე ერთი თემიდან მეორეზე, შეიძლება საერთოდ თავარი თემა დაიკარგოს, საიდანაც დაიწყეს საუბარი. შეიძლება მთლიანად შენი პიროვნება რაღაცნაირად სხვა ადამიანში გაიშალოს და შენ საერთოდ დაკარგო იმ საუბარში, შენი თავი იმდენად შეხვიდე, ხო, იმის. შეიძლება ზედმეტიც კი მოუვიდეს ადამიანს, იმდენად შეხვიდე იმის ტყავში და იმის დასაცმელი და ფეხსაცმელი ჩაიცვა, ასე ვთქვათ, ხო, მეტაფორულად რო ვთქვათ. და აქ უკვე ხო, აი ამისი უარყოფითი ზუსტად ეს არის, რომ შეიძლება ძალიან დიდხან დაიწყოს საათობით, ხო? ეხლა როცა შეყვარებულები არიან, ეს სხვა თემაა, ხო? შეყვარებულობის როდესაც ეს გრძნობა ორ ადამიანს შორის, იქ კი ბატონო საათობიცაც საუბრობენ და შეიძლება მთელი ღამე ისე ისაუბრონ, რომ დაათენდეთ თავს. ეს სხვა თემაა, ხო? მაგრამ აი ამ უარყოფითი მხარე ცოტა ეს აქვს, რომ შეიძლება თავიც დაკარგოს ადამიანმა იმდენად იქ შევიდეთ, ხო? იმ ემპათიაში და ეს საათობით. საზღვრის დაცვა ამ ემპათიურობის დროსაც საჭიროა და როგორც ყოველთვის საზღვრის დაცვა ყველაფერში საჭიროა. ისეთი ფაქტებიც ვიცით ჩვენ ალბათ შენი გამოცდილებიდან, მეც ჩემი გამოცდილებიდან, როცა ზედმეტი ემპათიით და ზედმეტი მდგომარეობაში შეიძლება პირიქით უკვე დათრგუნვაში გადავიდეს ადამიანი და არა დახმარებაში. ასე რომ ზღვარი და აღარც დახმარება აღარ არის და უკვე ის სიკეთეც აღარ არის და კი, ზომიერების დაცვა როგორც ყველა საკითხში აქაც მნიშვნელოვანია. თუმცა ალბათ ამ დროს თვითონ მთხრობელი უფრო კარგად გრძნობს თავს, როცა გრძნობს რომ ემპათიურად უსმენენ. და გრძნობს რომ ენდობიან მას. აქ ეგრევე ყალიბდება ნდობის სივრცე. შენ გრძნობ რომ გენდობიან და შენც ენდობი იმ ადამიანს, ვინც გისმენს. ეს თავისთავად ხდება. ეს ძალიან დადებითია და ქსიამოვნებს. და იმდენად ქსიამოვნებს, რომ აღარ გინდა რომ დაასრულო, ხო? და ნდობაც ჩდება, რა თქმა უნდა. აუცილებლად იქ პირველ და მეორე სიტუაციაში ნდობაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და აი აქ უკვე ნდობა ჩნდება და იმდენად ეს ქსიამოვნებს რომ უკვე ძალიან დიდხანსაც შეიძლება ეს გაგრძელდეს და საერთოდ ერთი თემიდან გადავიდეს მეორეზე და ასე ამიტომ აქაც ძალიან ის უნდა ზღვარის დაცვა ხო? ზღვარი და ზომიერება რა თქმა უნდა კი ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხშირად გვაქვს ჩვენ ესეთი ემპათიური მოსმენის მაგალითები. ოღონდ ოტო შარმერი თulis და რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები და ეს გენიალური აღწერს გენიალურად ის, რომ აი ყველაზე მაღალი დონე, ყველაზე ხარისხიანი ეს არის ინტეგრაციული მოსმენა. და რას ნიშნავს ახლა ეს ნახეთ? მაგ მეტაფორაც არის ჯარსადარები, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. აი რას ამბობს ოტო შარმერი. აქ არის ესეთი აი ხო იყო, ესე იგი ნახეთ, ისიც ვთქვათ ის მეტაფორა. მესამე შემთხვევაში ემპათიური მოსმენის შემთხვევაში ხო იყო წრე და ემპათიური მოსმენის დროს იმ წრეში უკვე მეორე წერტილით შევიდა შიგნით. ხო, ერთი წერტილი იყო და ეხლა უკვე ეს მეორე წერტილით შევიდა და აი აქ უკვე აქ წრეში ორივე წერტილი შესულია, მაგრამ წრე აღარ არის ჩაკეტილი და ესეთი ტეხილი ის არის გარშემო, რა თითქოს ესეთი ის არის, რომ ესეთი სივრცე იქნება. ეხლა რას ნიშნავს ეს? სამ ესეთ წერტილს გამოყოფს ოტო შარმერი. ერთი არის ის, რომ ვინც უსმენს, რას გრძნობს ის ადამიანი, რასაც მეორე ადამიანი ლაპარაკობს, ის მასთან როგორ რეზონირებს, თავის თავს უსმენს, რა თქმა უნდა უსმენს იმ ადამიანსაც, ვინც მას ესაუბრება, ერთი წერტილი ფოკუსირების
და ყურადღების, ჩვენი ყურადღების არის, რა თქმა უნდა, ის ადამიანი, ვინც გვესაუბრება. მეორე ეს არის შენი თავი, შენი ემოციები, შენთან ეს როგორ რეზონირებს და მესამე ეს არის სივრცე, რომელიც იქმნება აი ამ მოსმენის დროს და ეს სივრცე არის რაოცრად შემოქმედებითი, კრეატიული სივრცე, სადაც საიდანღაც ახალი იდეები იბადება. და ეს გენერაციული მოსმენა ზუსტად ამითი განსხვავდება ყველა სხვა მოსმენისგან, რომ შენ უკვე ადამიანს როგორც ღმერთს ისე უყურებ, შენ უყურებ თითქოს ამ ადამიანის საუკეთესო ვერსიას, უკვე იმას ხედავ მასში, საიდანაც შეიძლება ძალიან დიდი სიკეთე წამოვიდეს, ის და შენ მისი ნათქვამი შენზე ისე რეზონირებს, რომ შენში კი არ ჩდება ეს იდეა, საიდანღაც ჩდება ახალი იდეები, შემოქმედებითი სივრცე ჩნდება, საიდანღაც ახალი იდეები ჩნდება, არ ვიცით საიდან, ეს სივრცეა ჩანს ამას, იმიტომ რომ ამ სივრცეში ეგრევე ჩნდება ნდობა, აი ძალიან სწრაფად ეს ორი ადამიანი ენდობა ერთმანეთს, იმდენად ენდობა, რომ აი თუ ეს საქმიანი მოლაპარაკებაა, უკვე ვეღარ ითმეს, როდის დაიწყებს იმ ადამიანთან რაღაც ახალ პროექტს. უკვე თითქოს ხელები ეკავებაო, გამოთქმა რო ესეთი, რომ უნდა უკვე რომ დაიწყოს, იმდენად ენდობა და კიდე ახასიათებს რითი უნდა მიხვდეო, რომ ესეთი კომუნიკაცია, ესეთი მოსმენაო, რომ შენშიო ენერგია გემატებაო ამ დროსო, როცა ესე ისმენო და უკვე სურვილი გიჩნდება იმდენად ენდობი იმ ადამიანს, რომ ფიქრობ ამასთან ერთად აი დაზვერვაშიც კი წავალო, ხო არ ეგეთი გამონათქვამი, იმდენად ენდობიო და სწრაფად გინდა რომ მასთან ერთად რაღაც საქმე დაიწყოო და ამ დროს საიდანღაც მართლა გძნობ რომ შენგან კი არ არის, თითქოს აი საიდანღაც ეს სივრცე შეიქმნა ისეთი შემოქმედებითი, რომ ჩნდება ახალი იდეები. მაგ დროს შეიძლება რაღაცა უცბად რაღაც ისეთი მეტაფორა გაჩნდეს, რაღაცა სიმბოლო, რაღაცა შეიძლება ახალი სიტყვაც შექმნა იმ დროს. აი აშკარად ის სივრცე ამ ორ ადამიანს შორის ხდება ძალიან შემოქმედებითი, სადაც იბადება მართლა რეალურად ახალი იდეები. ანუ ფაქტიურად ამ მოსმენის დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შთაგონების წყარო ხდება ეს ადამიანი. კი, ხო და ეს გენერაციული მოსმენა, ნახეთ, როგორი აი არსობრივად განსხვავდება ყველა სხვა მოსმენისგან, რადგან აქ გათვალისწინებულია მთხრობელიც, მსმენელიც და ის მესამე კომპონენტი შემოდის, ის შემოქმედებითი სივრცე, რომელიც ბადებს საოცარ ნდობას, ახალ ენერგიას შენში, ახალ იდეებს, რომელიც იმ წუთას გინდა რომ განახორციელო, ერთი სული გაქვს როდის განახორციელებ და გიხარი აი სიხარულის ისიც შემოდის ემოცია და საოცარი ნდობა. თან ეს ნდობა შეიძლება 2-3 წუთში, აი მაქსიმუმ 5 წუთში ჩამოყალიბდეს. აი ესეც ახასიათებს ამას და ადარებენ ძალიან კარგი მეტაფორაა აი ამ გენერაციული მოსმენის ჯაზი. ნახეთ როგორ ხდება ჯაზში. თუ აი ადამიანმა ხშირად ასეთი დიალოგია ხოლმე ადამიანებს შორის, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი, აი როგორი, რომ რაღაცა ვთქვათ, შენ მე მითხარი, ხო? მე მოგისმინე და გეუნები. კი, მაგრამ რო თქვი, უკვე გავანულე შენ. ხო, მაგრამამდე რაც ითქვა, ის არ ითქლება, ხო? ხო, და მე კი ვთქვი მე რაღაცა, მაგრამ ნუ всё დაეკარგა ყველაფერს ფასი. ნახე ჯაზი როგორია? ჯაზში ჯერ წინ არ არის, როცა ჯაზური იმპროვიზაცია არ არის, ეს ყველაფერი წინ დაწერილი. ერთი მუსიკოსი რაღაცას დაუკრავს, მეორე უსმენს გულისყურით. ის რაც დაუკრა პირველმა, რაღაცნაირად რეზონირდა ამ მეორესთან, იმან აიტაცა ეს იდეა და ამბობს, დიახ და მე ამას ვამბობ. ანუ მაგრამს კი არ ამბობს, აიტაცა, თქვა დიახ, მე ეს გავიგონე შენთან და ვამატებ ამას. ანუ მაგრამს კი არ ამბობს დიახ და აი და მე შემდეგ ასე ვაგრძელებ. ანუ გაუფასურების ნაცვლად დაშენება ხდება ამ რაღაც სრულიად ახლის, სრულიად რაღაც ძალიან შემოქმედებითის, ხო? მე მესამე შეიძლება ჩაერთოს, მეოთხეც და ასე მე საოცარი კომპოზიცია იქნება, ხო და ყველა ამ პრინციპით მოქმედებს უსმენს. ეს არის, აი ჩემთან ეს მე ეს გავიგონე, მე ჩემთვის ეს არის, დიახ, ეს არის ეს ჩემთვის და მე ასე ვაგრძელებ ამას. აი ეს ძალიან გავს გენერაციულ მოსმენას, ძალიან გავს ეს კარგი მეტაფორაა ჯაზის.
და ძალიან ხე ჩვენ რო გადავხედოთ გარშემო, ხო? სოციუმში. ნუ აი ძალიან იშვიათად მოგვისმენია ჩვენ ასეთი მოსმენა. ალბათ თითებზე ჩამოვთვლით, ან ტელევიზორში, ან სადღაც სტუმრად საზოგადოებაში, თუნდაც სუფრაზე, თუ მეგობრების წრეში. ძირითადად ეს არ არის. და მე ვთვლი, რომ ზუსტად ეს გვაქვს, ჩვენ ძალიან გვიჭირს ქართველებს მოსმენა. მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი აი ყველაზე მეტად ჩვენს გვიჭირს, ეს არის მოსმენა და პატიება. ნუ სიყვარულიც ძალიან დაგვაკლდა ახლა რაღაცა ბოლო ხანებში სამი რამე უნდა გამოვყოთ მოსმენა, პატიება და სიყვარული, მაგრამ განსაკუთრებით გვიჭირს მოსმენა. განსაკუთრებით თუ მე ისე ვთვლი, რომ აი თუ ამ მიმართულებით აი ბევრი კურსი ჩატარდება, ხო, ეს ასერტულ ქცევას, რასაც ვეძახით, რომ კი არ ლანძღავ ადამიანს შენ გზნობებზე ელაპარაკები და ამას ვისწავლით, რომ შეიძლება ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში ისე ვისაუბროთ, რომ სხვა შეურაცხყოფ არ მივაყენოთ, მხოლოდ საკუთარ გზნობებზე ვილაპარაკოთ. არასთქმის ხელოვნებაც კი ბატონო და აი ესეთი მართლა გულისყურით მოსმენა. ძალიან კარგი სიტყვაა გულისყური ეს ქართული ენა საოცარი მისტიური ენაა და ყველაფერია და აი ჩვენ თუ ამ მოსმენის დონეს ზოგადად ყველგან სკოლაში, ოჯახში, ყველგან განსაკუთრებით კომპანიებში ძალიან დიდი პრობლემა ყველგან გავაუმჯობესებთ, აი ძალიან გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და მე ვთვლი, რომ პირველ რიგში ჩვენ ერთ ხო გარკვეულ ეტაპზე რაღაც ამოცანებია ყოველთვის, ხო? ფსიქოლოგიური კუთხით ვიძახით. ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხეს არ ვეხები, ხო? ფსიქოლოგიური კუთხით, ჩემი აზრით ამ ეტაპზე ჩვენს ერს პირველ რიგში სასწაული გვაქვს მოსმენა და პატიება. კი, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, როცა ყველას თავისი აქვს სათქმელი, რთულია, როცა შენ თვითონ გინდა რომ თქვა, იყო მთხრობელი, უსმინო სხვას. ეს ხო ესეც არის, თუ შენ არ გამოინთავისუფლებ ადგილს, შენ არ დაიცლები, რთულია, რომ ისე გყავდეს დამუშავებული საკუთარი თავი, რომ მაინც შეგეძლოს სხვისი მოსმენა. ერთი კითხვაც მაქვს, მე ხა ვეცდები, რომ ისეთი კითხვა დავსვა, რაც მაყურებელს გაუჩნდებოდა ყურების ჩვენი მოსმენის დროს. ალბათ რამდენად შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე პიროვნება, აი ამ ოთხივე მსმენელის როლში იყოს სხვადასხვა სიტუაციაში. ალბათ ძალიან ბუნებრივიც იქნება, მაგრამ მაინც როგორ არა, მეც მქონია. ხო ფსიქოლოგი ვარ, მე რა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხო? შვილებთანაც მქონია ვიღაც, რომ აი პირველში წყობი ვარ, მეორეში მესა იშვიათად მეოთხეში, ხო ძალიან ვცდილობ, რომ ავითვისო ეს. ალბათ მეოთხე უფრო ისეთ მდგომარეობებს ეხება, როცა ან კურს ყიდულობ და ესწრები, რომ რაღაც შთაგონება მიიღო, რაღაცაში განვითარდე, რაღაც გაკეთება გინდა და მოისმინო მენტორისგან და ეს წამოიღო ეს ინფორმაცია. შეიძლება. ნებისმიერ სიტუაციაში. კი, ნებისმიერ სიტუაციაში ვისთანაც არ გექნება კომუნიკაცია. არა, ოჯახის წევრია თუ თანამშრომელია თუ მეგობარია, ყველგან შეიძლება ეს მეოთხე. თუმცა აი მასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანები ისე ძალიან არაფასებენ ერთმანეთს, რომ შენი რაც არ უნდა ისეთ მნიშვნელოვან რაღაცას ამბობდე, შეიძლება თუნდაც სამეგობროში ეს შინაურ ხდელს რო შენდობა არ აქვს მანდიდან გამომდინარე, არ მიგიჩნიონ, ასე ვთქვათ, გასათვალისწინებლად არ მიირჩნენ, მაგრამ ზუსტად იგივეში შენ ისაუბრო ადამიანმა იყიდოს კურსი, დაგესწროს და ძალიან დიდი ცოდნა და ინფორმაცია მიიღოს ზუსტად იგივე ნათქვამიდან და აქაც იმ მოსმენის ტიპზე გადის. რამდენად გადის ერთი ადამიანის ერთი და იგივე ნათქვამს როგორ გამოიყენებს ადამიანი, ესაც უკვე თავის მოხერხებულობაზეც არის რაღაც მომენტში. კი, რა თქმა უნდა, ამიტომ ეს ხო არასდროს სამმხრივი არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ორმხრივი, ის მეორე ადამიანიც ამისთვის მზად უნდა იყოს, ხო? კი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც არ უნდა გააკეთო და რაც არ უნდა თქვა, თუ მზაობა არ არის ადამიანისგან შესაბამისი, აუცილებლად ისე უშედეგოდ ჩაივლის. ხო, ის თუ იჩაკეტილია და არ გამოდის იმ თავის ოთახიდან და ფანჯარაც არ უნდა რომ გახსნას, რომ თუნდაც შენგან ინფორმაცია მიიღოს. ხო, ну მაშინ რა თქმა უნდა არ გამოვა. მე კიდე დავამატებდი იმას, პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ აი ასეთ ხარისხიან მოსმენაში ვარჯიში ოჯახის წევრებისგან. ჯერჯერთი იულია, იმიტომ რომ სულ გვაქვს შეხება ხო ოჯახის წევრებთან, საძებნელი არ გვაქვს. ყოველ დღე ერთად ვართ და იქიდან რომ დავიწყოთ, მე უკვე ნელ-ნელა გავაფართოვოთ, თქვათ, იქ მეგობრებზე თუ თანამშრომელზე თუ ზოგადად სოციუმში და
აი არ არსებობს თუ ადამიანი რაღაცას ეძებს, ის აუცილებლად იპოვის. თუ ადამიანი მიმართავს ყურადღებას, ესე მიზანმიმართულად, რომ რაღაცა უნდა რომ ისწავლოს, რა დაუდგება წინ? ჩვენ ხელშია ყველაფერი. ვერაფერი ვერ დაუდგება აბსოლუტურად. და სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის ჩვენი ენერგია და იმ თემას ვაძლევთ ენერგიას და როცა შენ ეს გინდა, აქეთკენ წარმართავ შენს ფოკუსს, როგორც ბნელ ოთახში ფანრი თუ ანათებ და ის განათდება რაღაცა პატარა მონაკვეთი ხო, აი ჩვენ ეხლა შეგვიძლია რომ წარმართოთ აქეთკენ ჩვენი ყურადღება და ამ თემას მივცეთ ენერგია, რომ თუნდაც სულ პატარა ის გავაკეთოთ, რომ მანამდე არ დავილაპარაკოთ, სანამ სხვა არ დაამთავრებს წინადადებას. ეს უკვე ძალიან კარგი სავარჯიშოა. როგორც წესი, ქართველებს ესეც გვიჭირთ. ჯერ სხვა წინადადება დამთავრებული არ აქვს, ჩვენ უკვე ვიწყებთ ჩვენი რაღაცის თქმას. აი ამაში რო ივარჯიშოს ადამიანმა, ეს არის უკვე ძალიან გაუმჯობესება კომუნიკაციის და მოსმენის, რომ ვაცდი წინადადების დამთავრებას ბოლომდე და მერე ვამბობ ჩემსას. სხვა შორის იაპონელებს არა მარტო აცლიან ამას, აი ევროპაში უფრო ეს განვითარებულია, რომ გაცლიან სანამ და მერე ამბობენ და იაპონიაში ვთქვათ, არა მარტო გაცლიან, არამედ სანამ თვითონ რამე სიტყვიან, კიდე პაუზას აკეთებენ. ეს ქართველისთვის საერთოდ ფანტასტიკის სფეროა. იმიტომ რომ ჩვენ გვეჩქარე. ძალიან ჩვენ არ გვცალია და გვეჩქარე. და თან ჩვენი აზრის თქმა გვეჩქარება, რომ აი შენ ხო ესე ფიქრობ და ეს ხო უნდა თქვა და ხა წარმოიდგინეთ ჩვენთვის ეს როგორი რთული იქნება. მაგრამ ჯერ სანამ აქამდე ვივალთ, ის მაინც შეგვიძლია მივარჯიშოთ იმაში, რომ აი დავაცადოთ, დაასრულოს წინადადება სხვა ადამიანმა ბოლომდე და მერე ვთქვათ. და მერე თუ ეს გამოგვივა, შეიძლება იმაშიც ვივარჯიშოთ, რომ სანამ ვიტყვით, კიდე პატარა პაუზა ავიღოთ და ზუსტად ის პატარა პაუზა იქნება ყველაზე კრეატიული, ყველაზე ნაღდი. იმიტომ რომ ჩვენ იქ ვასწრებთ ჩვენს ნამდვილ ემოციას და ჩვენს ნამდვილ მეს დავეკონტაქტოთ და იქიდან გულიდან წამოვა ის სათქმელი, რაც უნდა ვთქვათ, ასწრებ ამას და როცა ესე ჩქარ-ჩქარ ახარ თითქოს იმპულსურად პასუხობ ინერციას. ხო, სულ იმპულსურად ვაპასუხობ და ვიკარგებით. ვერც ჩვენ თავსაც ჩვენ ნამდვილ მესაც იმ სინაღდეს, იმ გულწრფელობას, რაც არის ჩვენში, მასაც ვეღარ ვეკონტაქტებთ, ხო? ასე რომ აი რეკომენდაცია შეგვიძლია ეს ამ პოდკასტის ბოლოს თქვათ, რომ თუნდაც აი ამას თუ დაიწყებენ, უკვე ძალიან კარგი იქნება და დღეიდან დავიწყოთ. მადლობა ნინო, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ალბათ გამოადგებათ ჩვენს მსმენელებსაც. მე დაგემშვიდობებით, მადლობა რომ გვიყურეთ და კომენტარებში დაგვიწერეთ შემდეგში რა სიტყვები და რა ტერმინები გინდათ რომ განვიხილოთ. ნახვამდის.